თქვენი დროისთვის გითხარით მთავარი საკითხები, რაზეც უკვე მიდის საუბარი ამ შეხვედრაზე, თუ შეგიძლიათ რომ მოუყვეთ ჩვენს მაყურებელს, რაზე ლაპარაკობენ ბიზნესის წარმომადგენლები და რა არის მთავარი თემები, რასაც ყველა თქვენგანი აპირებს რომ შეეხოს ამ დღევანდელ შეხვედრაზე. გამარჯობა. პირველი გიორგი ჩუგოშვილი იყო, ყველას მოგესალმებით მაყურებლებს TV პირველის. გიორგი ჩუგოშვილი იყო პირველი გამომცველი ამ პლატფორმის სულის ჩამდგმელი და გიორგიმ ისაუბრა რამხელა მასშტაბის არის ეს პლატფორმა ქვეყნის ეკონომიკას თუ წარმოვიდგენთ 10 მილიარდ ლარზე მეტი ბრუნვა აქვს ამ კომპანიაში გაერთიანებულ ამ პლატფორმაზე გაერთიანებულ კომპანიებს. ორი ძირითადი მოთხოვნაა ახალი არჩევნების დანიშვნა და სინდისის პატიმრების გათავისუფლება. პატიმრების მეორე შემდეგ ბატონი თემური გამოვიდა ჭყონია და ძალიან საინტერესო გამოსვლა იყო რეალურად ის რაც ჩვენ გულებში დევს ჩვენ გვინდა რომ როგორც ადამიანები ვართ თავისუფლები ისე ბიზნესები ვიყოთ თავისუფლები და ხელისუფლებისგან მივიღოთ ანგარიშვალდებულება ხელისუფლებისგან მივიღოთ ახსნა ნუ მაგალითისთვის მან მოიტანა რომ მე შემიძლია ახსენას რაღაც მე შემიძლია დაგკვირდეთ რომ 2035 წელს ჩვენ ყველანი მთვარეზე გავფრინდებით და რა უნდა მომისმინოთ მენდო თავი დამიქნიო და არაფერი მკითხოთ როგორ გავაკეთებ ამას და აი ეს მოლოდინი აქვს ბიზნესს რომ თემური არის უხუცესი ბიზნესმენი ძალიან გამოცდილი და ნორმალური მეც ვიზიარებ ამ ხედვას რომ ხელისუფლება იყოს ანგარიშვალდებული იმაზე რასაც აკეთებს და ასევე გაგვიზიაროს თავისი გეგმები. ახლა ძალიან საინტერესო გამოსვლა არის ნიკა გილაურის სამწუხაროდ გაწყვეტა მომიწია რომ თქვენთან მესაუბრა. მადლობა და ბოდიში. რაც მოვისმინე ნიკას არა მიხარია პირიქით რომ გადმოგცეთ და იმედი მაქვს შემდეგ ამას გააშუქებთ. მე ხშირად ვსაუბრობ ეკონომიკაზე, ამდენად მე ასე ხშირად და ხედავ რომ ნიკას ხედვები და მისი კომპანიის ანალიტიკა ჩემსაც ემთხვევა და ჩვენ სერიოზული კლება გვაქვს ყველაზე მნიშვნელოვან პარამეტრებში 2024 წელს და ეს ამის დაბალანსება ხდებოდა რეზერვების გაყიდვით 800 მილიონ დოლარზე მეტი არის გაყიდული და ეს პროცესი სამწუხაროდ ახლა მიმდინარეობს, ანუ ქვეყანა არის დაღმართზე და აი ამაზე მიდის ახლა მსჯელობა და მეც დაუბრუნდები ინტერესით ამ გაგრძელებას ამ დისკუსიის შემდეგ იქნება პანელი ეკონომისტების პროფესიონალების რომლებიც უფრო დეტალებში ჩაუღმავდებიან და ისაუბრებენ ამაზე. კი ბატონო, ბატონო ნიკოლოზ ერთი კითხვა მექნება თქვენთან ანუ როგორც წესი ბიზნესს ძალიან აშინებს არასტაბილური გარემო, ხო ეს არის ერთ-ერთი მთავარი საფრთხე, რამაც შეიძლება დაღმასვლა გამოიწვიოს ნებისმიერ ბიზნესში და არსებული ვითარებიდან გამომდინარე იზოლაციის შედეგების ასე ვთქვათ საფრთხე ემატება თუ არა აი ამ ყველაფერს ხომ რისი თქმა შეგიძლიათ ამასთან დაკავშირებით ეს არის თუ არა ერთ-ერთი მთავარი შიში და წუხილი ბიზნესის თითოეული წარმომადგენლის და როგორ ფიქრობთ აი არსებული პოლიტიკა ხელისუფლების ეხლა თუნდაც იმ შეხვედრის შემდეგ ხო აი გადაიდგა რამე ნაბიჯი რამე დათმობაზე წავიდა ხელისუფლება აი თქვენთვის რა სიგნალს აგზავნის ქართული ოცნების ხელისუფლება თუნდაც ჩატარებული შეხვედრების გათვალისწინებით რისი თქმა შეგიძლიათ და როგორ აფასებთ არსებულ მდგომარეობას აი ამ შიშების გათვალისწინებით. მოით ასე ვთქვათ, ჯერჯერობით ქართული ოცნების პოლიტიკა ქმნის სტაბილური არასტაბილურობის შეგრძნებას. ანუ ჩვენ ვართ დაღმართზე და ეს სტაბილურად ვართ დაღმართზე. აი ამას ხედავთ და თქვენს ხედავთ, ამას ბევრი ცოდნა არ უნდა და ბევრი დაკვირვება საკმაოდ აშკარაა, თუ არ უყურებ აშკარა ცრუ ტელევიზიებს, როგორც არის იმედი, რომელიც არ ვიცი ვის მიერ მიმართება, მაგრამ სავარაუდოდ სუსის მიერ, რომელიც იმის მაგალითად ქვეყნის რეალურ უსაფრთხოებას მისდევდეს დეზინფორმაციით არის დაკავებული და თუ ადამიანს გონიერება გააჩნია ამას იოლად დაინახავს, მე მხოლოდ იმას გეტყვით, როგორი გამოცდილებები არსებობს იზოლაციონიზმზე, საუკუნეების მანძილზე. იაპონიამ გააკეთა იზოლაციონისტური პოლიტიკა და ძალიან საშინელი ტკივილები მიიღო, ნუ აქ საუბარია მე-17-18 საუკუნეებზე. ჩინეთმა გააკეთა ოდესღაც და საშინელი შედეგები მიიღო. ინდოეთს ჰქონდა საკმაოდ ისეთი პროტექციონისტული, არა იზოლაციონისტული, მაგრამ პროტექციონისტული პოლიტიკა მე-20 საუკუნის 2 ათწლეულის განმავლობაში და საშინელი ეკონომიკური შედეგები მიიღო. ჩინეთს ანალოგიური რუსეთ
რუსეთი, რომელიც ახლა არის მნიშვნელოვნად იზოლაციაში, გამალებით ცდილობს მუდამ აყენებს საკითხს, რომ მას აღუდგინო რაღაცა გარკვეული, მოუხსნან ეს შეზღუდვები, რაც მას ახლა აქვს. ანუ ძალიან ბუნებრივია, რომ არავის არ უნდა უნდოდეს იზოლაცია და როდესაც სანქციას ჯილდოდ აცხადებენ და ესეც ამანაც გაიჟღერა ამ სიტყვებმა ამ ფორუმზე, ეს არის თვალებში ნაცრის შეყრა, როგორ შეიძლება რომ სანქცია იყოს ჯილდო ვინმესთვის, თუ ჯილდო გინდა, ესე ითქვა ზუსტად. თუ სანქცია ჯილდოთ მიგაჩნია, წაბძანდი სახლში და იქ მიიღე ეს ჯილდო. აი ამაზეა საუბარი და ვისაც ეს ეჯილდოება, ვისაც უნდა რომ არ უნდა თქვა ნიუ-იორკში ფოტო გადაიღოს და ყაზბეგში გადაიღოს, წავიდეს სახლში და იქ გააკეთოს. ჩვენს გვინდა ყველას ყაზბეგში, მაგრამ ნიუ-იორკშიც გვინდა. აი ამას გადმოგცემთ რა მოსაზრებებს, რაც ამ ფორუმზე იქნა გაჟღერებული. და რასაც მეც ვიზიარებ. დიახ, ბატონო ნიკოლოზ, აი სანქცირებული ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებელი პირების სანქცირება, ხო? აი ამ ამბავს რა ფასია კონკრეტულად ბიზნესისთვის, აი როგორ ხდება ამის თქვათ ანაზღაურება ბიზნესის მხრიდან, ხო, რეალურად ეს ყველაფერი რაში ითარგმნება ბიზნესისთვის, ხო? შესაძლებელია თავისუფლად გაგრძელდეს პროცესები ეკონომიკური ქვეყანაში, აი რა ზიანი მოაქვს რეალურად და რისი გაცნობიერება არ ხდება სათანადოდ, როგორ ფიქრობთ? რა სპირალშიც არის ახლა ქვეყანა შესული, ხო, სანქციების პროცესი დაწყებულია, ითქვა რომ ეს პრაქტიკულად შეუქცევადი იქნება, ბრიტანეთი აანონსებს სანქციებს, რაც პირად ზიანს მიაყენებს უკვე ივანიშვილს და ამის შედეგი როგორც ჩანს სავალალო იქნება. ეს ყველაფერი რას მოიტანს ქართული ბიზნესისთვის, რომელიც ცდილობს რომ აი აცოცხლოს ქართული ეკონომიკა და როგორღაც ფეხზე დააყენოს, ხო? ვის უნდა კეთროვანთან ბიზნესის კეთება? აი ეს ფაქტიურად ასეთი მეტაფორა შეგვიძლია ვიხმაროთ. როდესაც ყავს შინაგან საქმეთა მინისტრი ახლა უკვე ვიცე-პრემიერად დაწინაურებული და წოდებაც მიანიჭეს მას და ის არის მაგნიცკის ძალიან სამარცხვინო სიაში, ვის უნდა ასეთ თავრობასთან ურთიერთობა? ვის უნდა ქვეყანასთან ურთიერთობა, რომლის ფარული მმართველი არის სანქცირებული და ასე შემდეგ. ანუ ასეთ ქვეყანაში, ახლა მე მაგალითად დღესაც მომწერა ძალიან ცნობილმა ჰედჯ ფანდის ერთ-ერთმა მმართველმა პარტნიორმა ლონდონიდან, რომ უნდა დამელაპარაკოს ღელავს ადამიანი. და ასეთი ადამიანები ბევრია, ანუ მარტო მეგობრებზე არ ვსაუბრობ, საუბარი არის სერიოზულ ბიზნესზე, რომელსაც უნდა გაერკვეს უკვე ღრმად საქართველოში რა ხდება და ფიქრობ ბოლომდე არ არის გაცნობიერებული და ჯერ ბაზრებზე ასახული ის რისკები, რაც ჩვენ ახლა რეალურად გვაქვს. ჩვენი კომპანიების თქვა, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზეა კოტირებული, ფიქრობ აქციები ვიღაცები იტყვიან, რომ ახლა ფუნდამენტურად ჯანსაღია. ვერ არის ახლა ფუნდამენტურად ეს ჯანსაღი, იმიტომ რომ თუ საფუძველი დანგრეულია, მაშინ კედლების აშენებაზე ყოველი ფიქრი არის გადაჭარბებული. ზუსტი ახლა ციტირება ვერ გავაკეთე, კარგი ლექსის, რომელიც ბავშვობაში ვისწავლეთ და აი ამაზეა საუბარი, რომ ჩვენი საძირკველი ახლა ირღვევა. შესაბამისად, ეს ძალიან მალე დაიწყებს გარეგან ასახვას. ანუ ინერცია, მე როგორც ბიზნესის მენეჯერი გეუბნებით, ბევრჯერ ყოფილი ვარ, 5ჯერ მაინც კომპანიის ან უშუალო ხელმძღვანელი, ან მრჩეველი ძალიან მჭიდროდ ჩართული, როდესაც კომპანია არის მძიმე მდგომარეობაში, დისტრესაზე და დიდი ხანი და შრომა გჭირდება, რომ ეს მოატრიალო. და ჩვენ ახლა რაღაცა პირიქით დადებითი ინერციით მოვდივართ და ეს იყო ბევრ დიდწილად იღბლით განპირობებული, გეოპოლიტიკური ცვლილებებით, რომ გამოიქცა დიდი რაოდენობის კაპიტალი რუსეთიდან და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან და ასევე გარკვეული სავაჭრო ნაკადები გადმონაწილდა, მაგრამ ახლა ეს იღბალი ილევა და ასევე ის ინერცია, რაც ჩვენი წარსული შრომით და რაღაც კარგი ინსტიტუციებით იყო შექმნილი წლების მანძილზე, ბოლო წლებში ეროზიას განესწის ძალიან ჩქარა და ფიქრობ, რომ ამას სწრაფად ვიხილავთ. ამიტომ ყველაფერს აქვს დაგვიანებული გარკვეული ეფექტი 3, 4, 5 თვით და ჩვენ ახლა რომც ახლა გამოვასწოროთ რაღაცეები, კიდევ ეს გაგრძელდება ახლა ნეგატიური ტენდენციები. ანუ აქამდე რაც მოვედი, ძველი შედარებით კარგით მოვედი და შესაბამისად სწრაფად გვინდა გონს მოვეგოთ. ასე ჩანს, რომ ხელისუფლება გონს მოგებას არ აპირებს, ამიტომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ მობილიზებულად, შემოქმედებითად და ძალიან გადაწყვეტილებით, ასე ვთქვათ, რომ ეს ბოლო გავაგრძელოთ, ვიდრე ხელისუფლებას არ გავაგებინებთ, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება.
ანუ ხელისუფლების ნაბიჯებს, საპასუხო ნაბიჯებთან დაკავშირებით პესიმისტური განწყობა გაქვთ ბატონო ნიკოლოზ, ასე ჩანს რომ არ ვიცი უკან დახევა სიტყვა ალბათ არც ერთ დროში არც ერთ ხელისუფალს უყვარდა, მაგრამ აი კომპრომისული ვარიანტი, რაღაც ჩვენება ისეთი ნაბიჯის, რაც განმუხტავს მინიმალურ დონეზე მაინც ვითარებას, ამგვარ სიგნალებს ვერ ხედავთ მათგან. ვინ ხედავს არ ვიცი ახლა მაგას. კი ბატონო, მოვისმენ თქვენს შეფასებას. ვერაფერს ვერ ხედავ და როდესაც სისუსტე, ანუ როდესაც გონიერი მოქმედება სისუსტეთ აღიქმება, ეს უკვე ძალიან ცუდი მდგომარეობა და ვფიქრობ, რომ შიშარა ადამიანები არიან ძალიან საშიში ყოველთვის და როდესაც ამას ხედავ, რომ ადამიანს ეშინია გონივრული ქმედება რაღაცის შიშით, ეს უკვე კიდევ უფრო დამაფიქრებელია და ვშიშობ, წუხوار რომ ასეთ შემთხვევასთან შეიძლება გქონდეს საქმე, ამიტომ დიდი გონიერება გვმართებს ყველას, ერთი მხრივ ძალიან, ესე იგი, გადაწყვეტით მოქმედება აღარ გავიმეორო და მეორე მხრივ გააზრება, რომ ჩვენ გვაქვს საქმე ადამიანებთან, რომლებიც გონიერებას შიშით აღიქვამენ და გარკვეულწილად დიალოგის ეს არნიშნავს ჩვენ აი შინაგანი resolution როგორ არის შინაგანი გადაწყვეტილების დასუსტებას, მაგრამ ამავე დროს სიყვარული არ უნდა დავკარგოთ. აუცილებელი აქვს სიყვარული, რომ ვიცოდეთ, რომ ეს არიან მაინც ჩვენი თანამემამულეები და საბოლოო ჯამში ყველას ინტერესია, რომ მათ გადავაწყვეტინოთ, თვითონ მოვაძებნინოთ ამ კრიზისიდან გამოსვლის გზები. კი ბატონო, დიდი მადლობა. მადლობას გადაგიხდით, უკვე დაგაყოვნეთ, მაგრამ მეც აღარ დაგაყოვნებ და დაგემშვიდობებით.